აი სად მოვედით? მოვედით ჩემ მიწა-წყალზე, სენაკში მოვედით. საიდანაც წავალ ჩემ სოფელში, ჩემ მშობლიურ სოფელში, სადაც სამწუხაროსა ბედნიერო ამბავია, დღეს ღორის ქელეხია. აბა წავედით! როგორი განცდაა ბადრი? სენაკში. სხვანაირი განცდა, აი, სულ სხვანაირია. ჩემი მიწა-წყალი და ჩემი აი ეს სხვანაირი განცდა ნამდვილად რა. მაგრამ ის იქ უფრო ემოციური იქნება სოფელში, ჩემი გვარი საიდანაცა იმ სოფელში. აგერ ჩვენი ილია რო ჩამოვიდა სამეგრელოში, საქართველოს რო ნახა, აი ზუსტად ის დამიფიქსირე, ხა ის დამიფიქსირე იქ. მშვენება საქართველოს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. სხვანაირად ვუნთხავ რა. აი სამეგრელოში სხვანაირად ვუნთხავ. გამარჯობა. სხვანაირად ვუნთხავ, სხვანაირი ჰაერია სამეგრელოში რა. სხვანაირად მოდის ის ენერგია ყველაფერი. იქ არის ფრინავი იყო, მე მგონი. გახსოვს ჩვენ რომ ნახეთ ფრინავი წუწუმია. ბიუსტი, თუმცა ალექსანდრე წუწუმია, კი ბატონო. ამას გეუბნებით, ამას ვამბობ, ამას. მთელი ჩემი ბავშვობა არის აქ, შენახული, მთელი ჩემი ბავშვობა. სადაც ისეთი მოგონებები მაქვს, ისეთი ტკბილი მოგონებები, რომ ზაფხული არ გადიოდა, რომ აქ არ ჩამოვსულიყავი და აი ის სახლი, აი ის დიდი სახლი. და ის ტერიტორია მთლიანად რა, არის ჩვენი ძირი სახლი, სერგიების, რომელსაც დღეს ჩემი ბიძაშვილი პატრონობს ბოლომდე ტრადიციულად, როგორც სერგიევ შეშველი. ავედით ახლა? გეძა. დაუძახი, დაგიძახი სიგარეტა. მოულ! აი ესეთ სერგიების ოჯახი. 3 სერგია ვცხოვრობთ ამ სოფელში. 3 სერგია. ნუგზარი სერგია, ეხლა უკვე ბაჩუკი სერგია. და აქეთ კიდე სერგია ნუგზარის ძმა ომარი სერგიას ოჯახი, სადაც ჩვენი რამაზი არის შვილიშვილი, რომელიც აი სერგიები, აი ეს სერგიები ვართ, აგერ ბიძაჩემი. ნუგზარი სერგია. ვიქტორე, დუგი. გამარჯობა. გამბავი, ღორის თემებში როგორ ახარ? მეუიასო. ემზადებით? კი, ვადობი, რა. ვიქტორე. გამარჯობა. ერთი აქი დაკალი შენთან უკვე? ვა! იქ მივალდა. ოჩა, არჩი ლავა ხარ. რაღაც დამდეგ. მრავალ. ჭორეთ, მუჭო. შენია, რა. ზეგი დაირია დღორებს, ხო? აი მე იქ გავაგზავნოთ, აბა იქითაც გელოდებით. მომშებით მარე და გადმოვარდით. დავარი, აბა ჯიგრებო. მუჭო. ხონდა ვიცო, კონტინენტ გუგო. მთელი ჩემი ბავშვობა არის ეს ეზო. მთელი ჩემი ტკბილი მოგონებები, რომელიც რაღაც სასწაულო მოგონებებს ინახავს, ახლა გაჩვენებთ ყველაფერს. ყველაფერს გაჩვენებთ დეტალურად, სად რა იდგა, რა ხე იყო, რამდენი იყო, ყველაფერი მახსოვს საერთოდ. ჩვენი საბა სერგია. გემოსლას გაუმარჯო. როგორ ახარ, კაცუნა. როგორ ახარ? აძმო. ბაჭო, გახსოვს აქ ორი ხე რო იდგა, ის შამპანური ვაშსოვი და შამპანსკო ეს რა. აი აქ, აი მე რა საოცარი გემოქონდა, აქ იდგა კიდე 2 თუ 3 ხე დიდი რაძვი, მარღალი. და დანარჩენი რავი, სასწაულები იყო აქ ზევი და ეხლაც ეხა ზამთარია და არ ჩანს, ისე ყოფდა თორე.
ისეთები აქვს ბაჩუკის, აი ხილნარი. ფეხბურთს თამაშობდით ზემოთ, აი იმ სერზე არის სწორი ადგილი და აი მან თამაშობდით. თუ არა და თუ იქ აღარ გვეზარებოდა, მაშინ აქ ეზოში, იმხელა ეზოა, კი ხედავ. და მთელი ბავშვობა, ჩემო საბა, მე და მამაშენ საქმე გატარებული. ყველაფერს აკეთებს ისე. ყველაფერს ისე ტრადიციულად აკეთებს, როგორც ბიძაჩემი აკეთებდა, ჩვენი ბაჩუკი არასოდეს არ ივიწყებს. ბაბუა ჩვენის ტრადიციებს, ბაბუა ჩვენის ადათ-წესებს, როგორც დაგვიტოვეს, როგორც გვასწავლეს, ყველაფერს აგზელებს წარმატებით ჩვენი ბაჩუკი ამხელა კარმიდამოს, ჩვენი სერგიევის ფუძე, სადაც არის ამხელა კარმიდამოს ფუძე. და აგერ ჩვენი საბას სწავლობს ნელ-ნელა ყველაფერს. მოკლედ, აი ესეთი მაგრები ვართ ჩვენ სერგიები. სამი ოჯახი, როგორც გითხარით, სამი ოჯახი ვართ აქ. აი ეს ბიძაშვილები, საიდანაც ჩვენი გვარი წამოვიდა და დანარჩენი ახლა მე გავაგზელოთ. ბიჭო. აჰა. ია. აი გიждდებოდით ბავშვობაში აქ მაგარი ჭდილია, ნახია. დაახლოებით 15-17 მეტრი იქნება, როგორც მახსოვს. ქვით ამოპირკეთებული. იქ არა, მაგრამ ესე ვსვამდი ხოლმე, ესე უკვე. მაგარია. შუა ხოლში ჩემი სოფელი შუა ხოლში, რომელიც საკმაოდ დიდი ასაკის არის. დაახლოებით მე-12 საუკუნიდან არის წყაროებში ცნობილი, ზევით არის სადაც საგვარეულო სასაფლაოებია, იქ არის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, ძველი, ეს როგორც ხდებოდა ხოლმე დაანგრიეს. დაახლოებით თამარ მეფის დროიდან ფიქსირდება შუა ხოლში. აი წყაროებში და ესეთი ძირძველი უბანია, ესეთი ძირძველი სოფელია. ამჟამად აი ამ უბანში, რასაც ციზეც ეძახიან, სულ ცხოვრობს მაქსიმუმ 5 ოჯახი ამ უბანში. საკმაოდ დიდი სოფელი იყო ოდესღაც და ასე რომ ის ტბილი მოგონებები, რაც მე ამ სოფელთან მაკავშირებს, ამ ყველაფერს ვიზიარებ დღეს და იმ ტრადიციებს, რასაც ბიძაჩემი ყოველ წელიწადს აკეთებდა საახალწლოდ, საშობაოდ, ხორცს კლავდა, ეგრეთ წოდებული ღორის სქელებს რო ეძახიან, ის ყოველთვის ტარდებოდა და წელსაც აგერ ბაჩუკიმ დაგეგმა, დამირეკა, ჩამოდი ერთად გავაკეთოთ ყველაფერიო და დაიწყება ახლა დამუშავება. პირდაპირ სხვადასხვანაირი წესი არსებობს, მოკლედ ღორის გატრუსვის, ჯერ აი ცხელწყალსაც ასხამენ, მე არის კიდე ნაჭერს ადებენ ცხელს და ასე ნელ-ნელა შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ რახან ახლა გავიმარტივეთ ჩვენ ეს სიტუაცია, ბაჩუკის აქვს გაზის ისა შესატრუსი და პირდაპირ უნდა შევტრუსოთ. პირდაპირ გავტრუსავთ და მე უკვე დანარჩენი აგერ უფროსი ხალხი არის და ნაჭრებად როგორც საჭირო ესე დავსერავ და ჩამოვჭრით ნაჭრებს. ხო ეგრეა ჯიგრებო? всё. რა ხდება? მოკლედ გვაწვალა ცოტა, მაგრამ ბოლოს მაინც იმედია გაჩერდება. ეს ჩაგვიწყდა ორჯერ, ისეთი სიმძიმისაა და ამიტომ რაღაცები მოიფიქრეს ბიჭებმა და ცოტა სიმყარე ქონდეს და ეხლა უკვე დავიწყებთ. აი ესე საინტერესო მიმდინარეობს ღორის სქელე, ეგრეთ წოდებული ღორის სქელე. არაო, მაგრამ გაკეთე და შემოწმო. დაახლოებით რამდენს ვარაუდო, ბაჭო? მე ალბათ 100-ს ვარაუდო. არა, 90. 90? 100. 100? ასის ნაკლებ არ იქნება ეს.
იბატო. სასტორი იგია. დაანგაი, რაც უფრო მეტი, ის უფრო კაი. წიწაკა, წითელი მწვანე ზამთრის პერიოდში რაც დარჩება ბოსტანში, ეგ არის გემრიელი და რასაც ყინვა მოხდება, მე იქ სხვანაირად მიდის კერჩიც გემო და ამას დავკრებ ახლა. მწვანე ნიორით დავკრიფოთ. მწვანე ნიორი. მაგარი. ეს ისედაც კარგია. მისაყოლებლად და კერჩში ხო საერთოდ. დავკრიფავ ახლა ეს ძირიანადაც ამოვაგდებ. ეთსავს. ეხლა ჩვენ მოვძებნოთ აქ უნდა იყოს თოვლის ქვეშ გამალული ქინძი და ოხრახუში. აი ეს არის ოხრახუში. ცოტა დაგჭირდება ოხრახუში. და ქინძსაც ვუზევთ. კონდეს ღორის ხორცს უხდება. ნედლი დაფნის ფოთოლი. ქინძი უნდა მოვძებნოთ სა. აი ეს. აი შევკეთო. ავედით ახლა ცეცხლის თემა მოვაგვაროთ. სამფეხი ცეცხლი ავაგიზგიზოთ. და როგორც კი დაიწყება ღორის ნაჭრების ჩამოჭრა, მეც მოვიპარავ კარგ ნაჭერს და მაგარ კერტ შემოგთავაზებთ. წავედით. ეხლა პაციენტს მოვამზადებთ და გადავიყვანთ საოპერაციო მაგიდაზე. დღეს ჩვენ მოვამზადებთ მშრომელი ბიჭებისთვის ამ ლამაზი დღის აღსანიშნავად კაი გემრიელ კერძს. ეს იქნება სახელად ღორის ხორცი შაუღინოში. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. მე მინდა ასევე შემოგთავაზოთ თქვენ აი ამ ძირითად კერძთან ერთად მეორე ქვაბსაც დავდგან გვერდით და შემოგთავაზებთ კიდე ერთ ღორის ხორცის ჩაშოშოს, რომელიც ტრადიციულად როცა ღორი იკვლება, აუცილებლად კეთდება ხოლმე ეს კერძი ჩვენთან ამ ლამაზ სოფელში, ამ ლამაზ კუთხეში და მაგასაც ისე ცალკე გავაკეთებ. ეხლა პირველი რაც მთავარია, ჩვენ დავდგათ ჩვენს აი ამ სამფეხზე, ორიგინალურად ამზადებულ სამფეხზე ყვავები. ერთი ღვინის კერძისთვის, მეორე კიდე ღორის ჩაშუშულისთვის. ცოტა ზეთი საკმაოდ ცხიმიანია ხორცი. და ამიტომ ძალიან ცოტა ზეთს გავაკეთებ იმის გამო, რომ ძილში არ მიიწვას. თორე დანარჩენს თვითონ თავისი ცხიმი მიხედავს აუცილებლად. ისეთი ცხიმიანი გამოდგა ხორცი, რაც მთავარია ჩვენი კერძისთვის პირველ რიგში ჩამოგითვლით ჩვენს ინგრედიენტებს, კერძის ინგრედიენტებს. ესენია ღორის ხორცი, არაჩვეულებრივი ღორის ხორცი, საკმაოდ გონიანი. ვიცოლა ჩემის ბოსტანში ზამთრის ბოსტანში დავკრიფე მწვანე ნიორი, ქინძი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა, ცოტა შეწითლებულებიც ურევია, ხახვი, ნიორი და ხმელი სუნელები. და ღვინო. და ღვინო აუცილებლად. მადლობა ბაჩო. ღვინო რომელიც აუცილებელია ჩვენი სუპერ კერძისთვის. დავიწყოთ მომზადება. რაც მთავარია ახლა ჩვენ ღვინოს ძალიან ცხიმიანი ხორცები არ უხდება, ამიტომ შევეცადოთ ჭლე ხორცებით გავაკეთოთ. ჩავყრი. შიგანაში გავუდებ ცოტა ცხიმს იმის გამო, რომ არ მიიკრას, თავისი ბუნებრივი ცხიმის შეინარჩუნოს. აი ესე. ხორცი არის ნეკნის ნაწილიც, ბარკლის ნაწილიც და ანუ ყველანაირი გემოვნების ადამიანებისთვის არის ახლა აქ რაც არის. და დანარჩენი საკმარისია ახლა ღვინისთვის. ორი ჩაშუშულისთვის კიდე ცალკე ჩავყრი.
და ამას შეუძლებელი ცოტა წყალსაც გავურეთ მერე. ჩავასხამთ ღვინოს. ღვინის კეთში აი ეს წითელი ღვინო, ზეგან ბაჩუკის კი ვკითხე და ეს არის ხარისთვალას ეძახიან აქ. ეგერ აქ ტალავერი ბაჩოს. ღვინოში უნდა მოიხარშოს და უნდა ჩაუშრეს ის სითხე, რაცაც ეხლა გავუკეთებთ. საკმარისია. ბაჩო, ეს შანშანდელია, ხო ეს ღვინო? სადა ბაჩო? 2 წლის, ხო? ვა, ამაგარია. და აუცილებლად დავაფარეთ, რომ იდუბოს. რაც შეეხება შეშას, დაგჭირდება საკმაოდ დიდი სწრაფი ცეცხლი. და შევუმხოთ. ეს ღორის ჩაშუშული, რომელიც კეთდება ტომატთან ერთად, ტომატი არ მიწვანს წეგან, არის ისეთი წვნიანი, რომ აი წლების განმავლობაში მე რაც დავიმახსოვს, რასაც რამდენი ღორის კვაზეც ყოფილვარ, ყოველთვის ეს მეგრულ სუფრაზე იმ მომენტში, როცა ესეთი ტრადიცია არის, მაშინ აუცილებლად კეთდება ეს კერძიც. ჩავამატებ ცოტა წყალს, რომ თავის ხიმთან ერთად ჩაიხარშოს და წყალს ეს ამაქვს, დაფნის ფოთოლი მაქვს, ეგეც ეზოში დაკრეფილი. ნედლი, აი ესეთ, ამასე სხვანაირად გამოსაძლებს ეს ნედლი დაფნის ფოთოლი და ამასაც შევაგდებ ახლა. მოიეთება და დაიწყოს ჩახარშვის პროცესი. ღვინის კერძსაც მოვურიოთ, აი შეხე რა ლამაზად დაიწყო მოხარშვა და რა სუპელი გამოუშვა ბიჯო. ოხო, ეს უკვე რაღაცა სხვა ლეველია, ბაჭო. ამას ახლა მოვხდით თავს, რომ ჩაუშრეს ღვინო და მერე დავამატოთ ხახვი და რაღაცები. მანამდე ახლა თუ თავი არ მოვყადეთ, ისე არ ჩაშრება, ყველამ კარგად ვიცით და ახლა დაველოდოთ ახლა უკვე ღვინის ჩაშრობას. დავიწყებთ ხახვის დაჭრას. ხახვის დაჭრა აუცილებლად, იმიტომ რომ სანამ აი ამ ჩაშუშულს, ღორის ჩაშუშულს წყალი ჩაუშრება, წყლის ჩაშრობა და ხახვის ჩახარშვა ერთდროულად უნდა იყოს. ერთ დროში უნდა მოხდეს, ამიტომ შევეცადოთ, რომ ცოტა წვრილად დავჭრათ ხახვი. შევაყაროთ პირველი რაც დავჭერით. ალყა დიდ ნაჭრებად დავჭრათ. ღვინოში რო იხარშება ხოცი იმისთვის ბაჩუკის როგორ არის იქ საქმე? თავის კერძით. ნეკნები აჯიკაში. თუ როგორ დაარქვა? ღორის ნეკნები აჯიკაში. ესეც ჩავაყაროთ. აი ესე და ხავთან ერთად, ღვინოსთან და ხავთან ერთად ჩაშრება. ბაჩო, როგორ აგაქვს შენ საქმე? ეხა მინდა ღვინის კერძში ჩავაწურო თლიანი ლიმონი. მე წეგან არ მithავს ლიმონი და მე ბაჩომ მომიტანა. თლიანად ერთი ლიმონი ჩავაწუროთ. რომ ღვინის შემდეგ ლიმინის არომატის სიმჟავე აიღოს. დავჭრათ მიორიც მოზრდილ ნაჭრებად.
მერე ბოლოსკენ წყალთან ერთად ტომატს და ბოლოსკენ ცოცხალი გემო რო გქონდეს მაგისთვის ჩავაჭრი მწვანე ნიორს და მწვანილებს რომ ცოცხალი გემოა იყოს. აჰა, ეს ნიორი საკმარისია. ჩახრაკვა დაიწყო. გავუკეთებ ტომატს. აი ესე. ეს ტომატი მთლიანად დასჭირდება. თქვენ ახლა არ მოიწყინოთ. მე ჭასთან მივალ. წყალი კიდე უნდა ამას წვენისთვის და წყალს მოვიტან ჭიდან. აუ აქ საფხულზე ისეთი ცივია წყალი, ისეთი ცივია რომ რაღაცა სწაული გემოაქვს თან. წყაროს წყალი. ბაჭო მოხვედი? რა ხდება იქ? შენ ღუმელში. საოცარი სურნელია. ახლა საოცარი სურნელი თუ იქ შენთან. რა ვიცი ხარი ქიტუბერე. მოკლედ, ეხლა დავჭრი თუ რამე მწვანილი მაქვს. ოხრახუში, კინძი, მწვანე ნიორი. აუ მწვანე ნიორი ძალიან მიყვარს მე კეთში და ამასაც დავჭრით. აი ესე ცოტა მოზრდილ ნაჭრებად. მაგ კიდე ბაჭო შენ მითხარი ძალიან მწარეაო ხო იყოს ეგ? ძალიან მწარეაო ხო იწიწაკავ? იწაკამ ძალიან. ხო და ცოტას გავუკეთებ მაშინ და იმას მეგრულაჯიკას, მშრალაჯიკას საერთოდ გავუკეთებ. იმიტომ რომ აწვავს ის და შენი სუნელები ყველაფერი აქვს. აი ეს დავჭრათ ყველაფერი რაც გვაქვს მწვანე ნივრის ჩათვლით. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ შეიძლება გაგიკვირდეთ ხა ორი სკელეხიო და წვადი რატო არ არის არა წვადი შეიძლება როგორ არ შეიძლება მაგრამ ეს აღმოსავლეთ საქართველოს კერძია წვადი მით უმეტეს პირველ რიგში კახური და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ესეთი წვნიანი კერძი გქონდეს ხოლმე ესეთ დროს ბაჭო რა სიტყვი შენ მართავს ხო ვამბობ იმიტომ ეხლა რაც წვადი ეხლა რაც არ არის მეგრული მაგას შეიძლება წვადი ხო ეგენი რაც არ არის მაგას ეხლა ვერ დავიბრალებთ კაცო შეიძლება გააკეთოს კაცო სიამოვნებით მაგრამ ცოტა მეგრულს მაშვებით ეხლა ჩვენ ერთს გავაკეთებ წითელს ერთს მწვანეს წიწაკს ესე ამ მწვანეს ჩავაყრით ეხლა მელისუნელი კინძსაც გავუკეთებ ხმელი კინძი აგარ არომაც აძლევს ანუ წიწაკას შრალაჯიკას გავუკეთებ ცოტას მაინც კარგი იქნება ის წარე კი არის ის მაგრამ აი ესე ბაჭო შენ ალბათ ნანახი გექნება ჩემი ვიდეოები ალბათ კი არა დაწუნებული ალბათ შენ კომენტარებსაც მიწევ ხოლმე მარილის მოკლა ხო იცი ჩემებული აი ესე გომით არა აი ეს ეხლა ჩვენ ამასაც სუნელებს გავუკეთებთ ჩავამატებთ აუცილებლად უცხოს და ცოტა მშრალაჯიკას და ესა საკმარისია ორის ხოცის ჩაღვინული მადლობანინი ამასაც გადმოვიღებთ ეხლა ცალკე გადმოვიღოთ თორე უკვე გამზადდა და ზედმეტი არ მოვიდეს ой მე რა სულმა მოხეთკა ბიჭო გავუკეთებთ მარის ჩვენებურად აჰა ბაჭო კიდე მეორე კერძზე დავი ბაჭო ბაბა ეს უნდა გამოვიდეს ახლა წაშით ძალიან გემრიე კარგად გამოიყურება აშკარა კარგი იქნება ნამდვილად ეთყობა იცი განმოცალო ჩემო ძმა სინჯე
იდეალურია. აუ, მაგარი. ეს გამოსულა ბიჭო. მე შენ იმასაც ნიკნებს გაგისინჯავ კიდე აჯიკაში. ძალიან მაგარია. გაღიარებ. ჩემი თვალით ნახე და როგორც მომზადე და ის როგორ არა თქვენი გაგონინცო ნანახი ჯობიაო. ასე რომ ჩემო თვირფასებო მე და ბაჩუკი სერბადრი და სერბაჩო ეს მომზადეთ ბაჩოს კერძსაც გავსინჯავთ. ამასობაში ჩემო თვირფასებო და ლაიქე გამოგვიწერეთ და მიყვარხართ. ლოულა თუ არ გავსინჯე. აკია მაგერს. და კეკე. ანკერია. გაგია. ჩაღვინული. გოდის ხოცი ჩაღვინული. ჩვენ ჩავგვინდეთ ახლა. კი. ლომტაპალადი ხო? კი. გადავედით ლომტაპალადზე. მაგიდასთან. კი ბატონო. всё. აი. ამას დავლევ ბოლომდე. აი. გახარება, წარმატება 2026 წელი იყოს ჯანმრთელობის, წარმატების, ბედნიერების, აი ყველაფერი საუკეთესოს მომტანი. თქვენ გაგიმარჯოთ. გაგიხარეთ. ჩვენ წავედით. გაგიმარჯოთ. გვაპატიეთ დოქტორებ. ამჯერად თქვენ გზას გაუმარჯოს, ჩემოძვებო, ჩემოსაყვარელო ხალხო, ჩემოსტუმრებო. დასრულდა ესე ამბავი სენაკისა და ხამისა.